დღეიდან საგზაო სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის. დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. აღნიშნული ცვლილების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ისეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოქალაქეთა დაშავებას და გარდაცვალებას. პირველ რიგში აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბუნებრივია მოხდება შესაბამისი მძღოლების დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ასევე ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ახლებურად განისაზღვრა ბასლაინზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხებიც. ბასლაინზე მოძრაობა არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება. საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ბასლაინზე მოძრაობა გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს. გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრატთან. ეს კრძალავს სახანძრო ჰიდრატთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.